8 საათზე შეიკრიბდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ აი გამოუშვით ეს ამაღლობელი. ესე იგი, ეს ამაღლობელი ჟანადარკად მოგონათლეს რა. ესე იგი, თურმე ქალი უნდა ვაღიაროთ და რამის არის წმინდანად შევრაცხოთ, რომ პოლიციას სილა გააწნა. ესე იგი, ამერიკა და ევროკავშირი გვეუბნება ჩვენ, რომ გმირია ის, ვინც პოლიციას სილას გააწნის, ვინც მოლოტოვის კოქტეილის პარლამენტს ესვრის, ვინც მამას დაჭრის უკანალში. თქვენ უკანალში დაჭრილებო მართლა თქვენა. დაჭრილებოთ და კიდე რაღაცა. თქვენ რა მორალზე უნდა ილაპარაკოთ, რა დემოკრატიაზე უნდა ილაპარაკოთ მართლა რა. ვერ გავიგე ჩამოაყალიბეთ ახალი ტიპის ადამიანები, რომლებსაც აი ღირებულება არაფერი არა. ესენი ქართველები არ არიან. ბიჭო, აი იმ დღეს ეხლა ვლაპარაკობდით ბატონო ლექსო, ესე იგი ჩვენი ბიჭები რო იქ იყვნენ ცხელწერტილებში, ავღანეთში, იქ ერაყში ხო იყვნენ იქ რა, თავის მისიას რო ასრულებდნენ. ერაყელებისგანო და აი ამ მოსახლეობისგან, რომლებთანაც ეხლა რომლებიც აგრესიულად იყვნენ გაწყობილი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც იქ იყვნენ ფაქტობრივად, სხვა ქვეყნის ზალია, ხო? პურს ყიდულობდნენ მტრულად გაწყობილი მოსახლეობიდან და საჭმელს, გესმით თქვენ? ანუ ხო შეიძლებოდა ეხა იმ ადამიანებს საწამლავი ჩაეყარათ, რაღაცა მოეწამლა და არ კადრულობდნენ ისინი, ესე იგი რომ უცხო ქვეყნის ჯარისთვის მიეყიდათ ისეთი რაღაცა პროდუქტი, რომელიც ავნებდა ამ ადამიანებს. ბიჭო, რა დედამგშობად, ეგეთი რამე არასდროს. აი სულ რომ მოსისხლე მტერი ყოფილიყო ქართველი კაცი საწამლავს არავის არ ჩაუყრე. ჩაგიფურთხეთ მართლა ვინახართ რა, აი როგორ აი მზარავს ეს სიტყვა უკვე, აი ეს სიტყვა ისედაც მზარავდა ათმა, როგორ შეიძლება კაცმა თქვა ჩაგიფურთხეთ იმაშიო, საჭმელშიო რა. ეს ასეთი აი ვიც ესეთ განცხადებებს აკეთებს. აი მე ვფიქრობ, უნდა გაირიყოს საზოგადოება და ეს იგი სახში შემოშაშები არ არიან. და იმაში მაგ როგორ იქცევიან, რა საკეთებენ და ეს ბოდიში და მისტერ ბინი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეს ისა რა ქვია, გახარია. კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციელებზე ძალადობას აპრავებს. ეს არა კაცი ესა. ეს კონჩიტების დედოფალი. აი ნახეთ, ეხლა მოусმინეთ ამას. დღეს, როდესაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული, დღეს, როდესაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული, დღეს, როდესაც მზია იმიტომ გაგა მეორე კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, გვეუბნებოდა ნაცებს დავასრულებო და გადახდა ნაცების იმაში კალთებში. კაცი იყო ბიზნეს ომბუდსმენი, თითქმის ყველა თანამდებობაზე იყო აქ საქართველოს ხელისუფლება. კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ნახეთ რა სიძახით, კაცო. ნახეთ, აი. დღეს, როდესაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული, აი ში არა კაცო შენა, როგორ არ აქცხვენია იმ პოლიციელების, რომლის მინისტრით შენიყავი. რამდენჯერ პოლიციის მუნდირი შებღალე შეიყვანდა იმას ამ ბოდიში და იმ ბორდელებში, ამ პოლიციას და მე ბოდიშებს იხდიდა ამ ნარკობარიგების წინაშე. გახსოვთ ის ოპერაცია რო ჩატარდა იქ ბასიაში, გალერეში. წაიყვანდა მე ამ პოლიციელებს სადღაც იქით აცემინებდა ვიღაცებს. ბოდიშებს უხდებ კაცი შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკობარიგებს მოუხადა ბოდიში. და კაცი იძახის რომ ეს ამაღლობელიო არისო ისაო რა ქვიაო. პოლიტმარი ხო? ესე იგი შენ რა სიძახი რომ პოლიციას სახეში უნდა გააწვა, არა კაცო შენა. მართლა იმ დიტოსამ, არ ვიცი მე დიტო სამხარაძემ დაარტყა თუ რა იყო, მაგრამ დაარტყა როგორც ვიცი, ვენაცვალე მაგის მარჯვენას და კიდე კარგად უნდა დაერტყა შენთვის რა. შე არა კაცო შენა რა. შეიძლება კაცი შინაგან საქმეთა მინისტრმა ესეთი რამე თქვას, რომ პოლიციაზე მოძალადე ადამიანზე თქვას, რომ პოლიტპატიმარი არისო? გესმით თქვენ? აი როგორ ეს ვინ არის? ამას ეხლა ამას პოლიტიკაში რა უნდა? ეხლა დასავლეთში აი ამისთანა ფრაზას ვინმე თუ იტყვის, ის პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებს უკვე. ნუ დასრულებული არა, ბაზონი. არა, ისედაც დასრულებულია, ეს არის მე კი შევარგო, ეს არის სამარცხვინო ადამიანი, ეს არის უსილცხვილო ადამიანი. რა მიკვირდება? ეგ ეხლა იმ LGBT სასტავთან ერთად გამოვიდეს იმ აჟურნი კალგოტკებით და დადგეს რუსთაველზე და ბოლო აქამდეც მივიდეს. ეს კონჩიტების დედოფალი ესა რა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რო პოლიციაზე ძალადობას გააправებს მართლა. ეგეთი რამე არც ერთი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არ უკადრებია საქართველოში.
აი ხო არის ნაცებში ეხლა იქ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები ხო ყავ ჩვენ იმათაც კი არ უთქვიათ ეგეთი რაღაცა კი ბატონო ხო იმათაც არიან ხო იმიტომ რომ როგორ ეხლა რაღაცა არის რომ რაღაცა ბიჭო სინდისი და ნამუსი სადაკარგე მაგრამ როდის ხონდა შენ სინდისი და ბიძინა ივანიშვილმა კაცად გაქცია ვინ იყავი საერთოდ ვინ მთელი საფეხურები იერარქია გაიარა კაცო ბიზნეს ომბუდსმენი შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრი ყველა საფეხური გაიარე და რისთვის რომ აი ესეთი ლაფში ამოსრულიყავი გაუგონარია და აი თქვენ დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე როდესაც საუბრობთ აი ყოვლად აი გაუგონარია ის რომ ბატონო ლექსო რომ ეს დასავლეთი გვეუბნება ჩვენ რომ აი სახელმწიფო სიმბოლოები რაც არის და სახელმწიფო ინსტიტუტები ისინი ჩამოღშალეთო გვეუბნები